გათხარ? მიდი გვანცა. ნელა თვითონ. კუთხე ვერ გამოვიცანი? მიდი, ახლა შენ დამისწრე. აღარ გინდათ ეხლა. აი ეს დაუწყო. კარგი. ხანცა მაიღო. აგიღე, ხედა? იცი რატო აგიღე? იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ქუდი מחურავს მე. ესე იგი 14 ივლისს, ხო და საიდან აგა ქუდი პირველი შეეხა ვისაც თავზე ახურავს მე მგონი. მოყევი, აბა მოყევ. მოკლედ ჩვენი სტუმრები არიან. კიდე იძახიან ფეხბურთელები რატო ვერ თამაშობთ? აჩიკო იტყვის სტუმრებს. კაი, მიდი ასე. ჩვენი სტუმრები არიან ლევან ზუხბაია, დინამოს გენერალური დირექტორი, გიორგი მერებაშვილი, დინამოს ფეხბურთელი და ჩემი მოსაყვარლე სალომ მერებაშვილის X Factor-ის მონაწილე სპარკლის ძმა. და ასევე ირმა ცკიტიშვილი, დინამოს კორპორაციული კომუნიკაციის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, როგორც ხედავთ ჩვენ ერთადერთი სპარკლის ძმა ხარ, რა. პირველად სხვადასხვა და უკვე რა ეს. პირველად მომიხსენია ეს, რომ სალომის ძმა არისო. კარგი, ახლა მიზეზებს რა დალევს დინამოს მოწვევის ჩვენთან ეთერში, მაგრამ 14-ში იხსნება ოფიციალური ფან შოპი, ესე ვთქვათ, მაღაზია, ანუ ესეთი საფირმო გულშემატკივრებისთვის და ნუ რაღაცა 2%-ია რაღაცები წარმოდგენილი აქვს. ხო, დაახლოებით. ესე. ანუ ყველაზე ცოტა გულშემატკივრებისთვის მაისური. პატარა გულშემატკივრებისთვის პატარა მაისური. შორტები თავისთავად. მე მათვია და მისაწებებლები. უნდა აღნიშნო, რომ ძალიან კარგი ხარისხია. ძალიან ხარისხი გარანტირებულია, ხო, დინამოა რა. ჩემი შთაბეჭდილება თქვა, როდესაც იშვიათად, მაგრამ უყურებ ხოლმე საფეხბურთო მატჩებს, თქვა საკლუბო ჩემპიონატების თუ ქვეყნებს შორის ჩემპიონატების, ყოველთვის მშურს ხოლმე, რომ იმდენად მოწყობილები არიან ეს ფანები, ყველანაირი ატრიბუტით და იმდენად არიან ნამდვილი ფანები და ამის საშუალებას აძლევს. აი ეს თელი ატრიბუტიკა, რომ სულ მშურდა ხოლმე და მიხარია, რომ დინამოს თამაშობს და ეხლა უკვე ვივლით ნამდვილი ფანების შესახედაობით ასე. იყო ჩანაფიქრი, რომ ეს ლოიალური დამოკიდებულება ჩვენი გულშემატკივრების, აი როგორ გიხდება. მაწონჩევადნელი ბუზივით. არ ეხლა გადავიდეთ იმაზე, სერიოზულ საუბრად. სერიოზულ საუბრად. რა ხდება მართლა, იმიტომ რომ ეს დიდი ხანი ითხოვდა ხალხი ამას, არა მხოლოდ თქვა დინამოსგან, ზოგადად ქართულ ფეხბურთში ამის დიდი პრობლემა გახავს. თქვენ ყველას დაასწარით და გააკეთეთ ეს ამბავი და რა ვიცი, მოვიყევით ორი სიტყვით. ბატონო ლევან. საქართველოში არ ყოფილა ჯერ ფან-კლუბი, ფან-შოპი გახსნილი, ანუ არც ერთ საფეხბურთო კლუბს ან არასაფეხბურთო კლუბს ფან-შოპი, ეგეთი მაღაზია პირველი არის. და რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს ფან-შოპს, ყველანაირად ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად დახუნძურებული ყოფილიყო პროდუქციით. მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო ქონდა ამ მაღაზიის გასახსნელად და რაღაც პატარა ხარვეზები ალბათ იქნება, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ. ხარისხი, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება, არც. არა, ეს ეხლა ის არის რა. ამას ხარისზე გეტყვით, რომ აი აჩიკოს რაცაც ვია ხა მაისური, ეს იგივე მაისურია, რაცაც ვია თამაშის დროს გიორგი მერებაშვილს. იგივე ხარისხი, იგივე მაისური, ადიდასის ორიგინალი მაისურია, რომელიც გაიყიდება და ხო. ამ შემთხვევაში მე იქნება პატარა ბავშვების ზომებიც და ყველა შეიძლება, ყველანაირი მომხმარებელი მონახავს თავის პროდუქციას ჩვენს მაღაზიაში. გიორგის მინდა ვკითხო, რამდენად აქვს მნიშვნელობა გულშემატკივარი, როგორ ესწრება თამაშს? ანუ ზოგადად რომ ესწრება ეს უკვე მნიშვნელოვანია, ხო? ალბათ აქედან დავიწყოთ. კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ახლა ჩვენ როცა გვეძლევა საშუალება ტრიბუნებისკენ გავიხედოთ, არის ფაქტურად ძირითადად შავი ფერი, რაც ჩვენზე მინდარია გადის. ეს გამოვიდა ლოკომოტივზე ვიტო გავაკეთეთ, ვიტო ხარხირებს. როდესაც ახლა ევროპაში გვიწევს თამაში, რა გუნდსაც ვეთამაშებით, აქედან გამომდინარე გულშემატკივარსაც იმ ფერის ფორმაციათ და ფაქტურად როგორც მე-12 ფეხბურთელი ისე არის გულშემატკივარი და ჩვენს დიდი იმედი გვაქვს ფეხბურთელებს, რომ მოვა გულშემატკივარი 16-ში, რაზეც რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან გჭირდება გულშემატკივრის ხარდაჭერა და ეცემა დინამოს ფორმები თეთრი და ლურჯი და ხარს დაგვიჭერა. ეს რამე მინდა კითხოთ, ახლა შეიძლება გულშემატკივარმა იფიქროს, რომ ყველას ხო არა აქვს თქვა საშუალება ხო, რომ შეიძინოს და მუდმივად თქვა განაახლოს ეს თავისი ატრიბუტიკა საფეხბურთო. ამაზეც იფიქრეთ, ანუ ფასი იქნება ისეთი ლოიალური? ანუ ფასები იქნება ყველანაირი ფასები იქნება.
და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გულშემატკივარი შეძლებს არის მიხედვით არის რა, ეხლა ვეხო ვიცი ყველაფერი შეძენას. არა, თან იცი რა, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ უნდა ჩახვიდეს, სუვენირებთან ერთად გვხვდება აუცილებლად იქაური გუნდის ან კაშნე, ან მაისური შორტი, რაღაცა სუ არის, ეს თვალში სუ გვხვდება და ძალიან კარგი არის, როდესაც უკვე ჩვენთანაც არის ამის საშუალება. ძალიან ლოიალური ფასები იქნება და ამაზე მართლა ესეთი პრინციპი გვაქვს ჩვენ, რომ ყველა ჩვენმა გულშემატკივარმა შეძლოს ჩვენი ფანშოპის მაღაზიით სარგებლობა. აი გუშინ თამაშები იყო თამაშობდა ევროპის ლიგაზე თბილისში იყო თამაში და 200 კაცი იჯდა რა. თან გავიდა ჩიხურა მოიგო, 3 მაგარი გოლიც გაიტანა, ითამაშეს თელი, ყველაფერი გააკეთეს და 200 კაცი იჯდა. მართლა ძალიან ცოდები არიან ესენი რა. და რამოდენიმე გულშემატკივარი მაინც უკმაყოფილო იყო თამაშით. მიუხედავად იმის, რომ 3-1 მოიგეს, ეხლა იმიტომ რომ სუპერ ჩემპიონატს უყურებენ ეთქობა და იმაქაულებენ პარალელებს თორე. თუმცა, რავი, იმედი მაქვს, რომ ჩვენც ახლა წერანას ვახსენოთ 16-ში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ვეცდებით, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ, ქართული გულშემატკივარი გავახაროთ და რა თქმა უნდა, ჩვენც გჭირდება მათი მხარდაჭერა, რომ წარმატებას გისურვოთ. 16 ივლისს 21 საათზე, საღამოს 9 საათზე გვექნება თამაში და ყველა ჩვენს გულშემატკივარს და თბილისელს, ამიტომ რომ თბილისის გუნდი არის პირველ ყოვლისა დინამო და ყველას ვიწევთ თამაშზე, რომ გულშემატკივრონ დინამოს. ეს თუ შეიძლება ერთად დრო მოვასწროთ ყველაფერი? კი, მოვასწროთ და თან მე მინდა დავამატო ის რაც აი ხალევანმა ძალიან თავდამლურად ახსენა ესენი რა ქვია თემები, რომ აი მართლა ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული და დახარჯული ამ ტელეკონცეფციის, დიზაინის და იმ კომფორტის და სილამაზის შესაქმნელად, რაც საერთოდ გვინდა რომ გულშემატკივრების წინაშე წარდგეს, როცა ისინი მოვლენ ჩვენ ფან შოპში. მართლა საოცარი დიზაინი აქვს, იმიტომ რომ ის განწყობა, რომელიც გეუფლება იქ რო შედიხარ, ეს არ არის ჩვეულებრივი მაღაზია, ეს არის უკვე რაღაცა განსაკუთრებული, რომელიც მეტია ვიდრე გულშემატკივრობა. აი დაახლოებით ხო. ჩემთვის ტრადიცია და ჩემი ბავშვობა და ყველაფერი ჩემი არის დაკავშირებული დინამოსთან. ეს არის ჟურნალი, რომელიც ასევე ჩვენ პრეზენტაციას ვასწრებ და ახალი სტილია ბოლოდან უნდა დაიწყოთ კითხვა რა. მერებას 10 შეკითხვა, თუ გაინტერესებთ რა პასუხი, ერთს დავუსავდი, მაგრამ არ მინდა ეხლა რომ წინასწარ დავასწრო. არა, ეს არ შეიძლება ამის უბრალოდ შიგ თავსის. არა, ჩვენება შეიძლება. ჩვენება შეიძლება, კი, იმიტომ რომ გარეკანი აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ, ეს არის ძალიან კარგი და ვამაყობთ ამითი, რომ დინამოს აქვს ესეთი არაჩვეულებრივი ჟურნალი, რომელიც არის განკუთვნილი მართლა ყველასათვის. არ არის აუცილებელი, რომ იყო ფეხბურთის ფანი, იყო პროფესიონალი, ბატონო. სამ თვეში ერთხელ გამოვა, კი, კვარტალურად იქნება. უბრალოდ კონცეფცია არის ის, რომ რა თქმა უნდა, აქ დინამო უნდა ყოფილიყო აუცილებლად 200-ით და რატო უნდა ვიყოთ 200-ით? იმიტომ რომ ვართ საქართველოს ჩემპიონები და საქართველოს თასის მფლობელებიც, ხო? ანუ ეს ეს არ ვაჩვენო ხალხს. ეს აუჩვენე აუცილებლად, ეს არის საჩუქარი, სადაც ესეთი ეს კარგია. ცელი ხო სურათი იდება გულშემატკივრებისთვის. ჩვენ მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვინდა უღალატოთ ჩვენი კულინარიის მიმართულებას დღეს და გაგიმასპინძლდებით კოქტეილით. თუ მოვასწრებთ. ეხლა მოვყარი ყური, რომ 16-ში არისო თამაშიო და ძალიან ახლოს ხარ არის. კიდე შეიძლება კოქტეილის მილება. შეგააკეთე კაცო, ვინც არ თამაშობს ის დალევს. ერებას არა. ცოტა გვაქვს და მიდი მე. აი, ხოდი მაშინ ბრაზილიურ კოქტეილს შემოგთავაზებთ. უალკოჰოლო კოქტეილი შეიძლება. უალკოჰოლო არა, ეს ძალიან ისეთი ალკოჰოლური კოქტეილია, ბრაზილიური კოქტეილი არის და თქვია კაპერინია, შევა იცით კიდეც, როგორ მზადდება კაჩასაცი, ნაციონალური სპირტიანი სასმელია ბრაზილიაში ეს. აი როგორც კუბაში თქვათ რომია და რუსეთში და პოლონეთში არაყი, როგორც თქვით, ისევე არის კაჩასა. და მზადდება შაქრის ლერწმის გამზადდება ეს სპირტიანი სასმელი. როგორ მზადდება ეს კოქტეილი? მზადდება ძალიან მარტივად, ოღონდ სჭირდება ლაიმი. თუ უკიდურეს შემთხვევაში არ გვაქვს ლაიმი, მაშინ ლიმონი შეგვიძლია გამოვიყენოთ. ახლა შენ ორივე არა, მარტო ლაიმი გაქვს. მარტო ლაიმი მაქვს, ეს ორივე ლაიმია. მყრით ჭიქაში, ეს უბრალოდ ბარის შეიქერში. გვინდა კოვზი და შაქარი. ნუ სიტკბო უკვე უნდა ვარეგული რომ ჩვენი გემონების მიხედვით, ხო, ძალიან კბილს უნდა გავაკეთებთ. და უნდა დავჭყილიტოთ ესე კარგად. ჩეკოვის სტატია, ლევანდერძენიშვილის სტატია ისეთი მოხდა. კარგად ჭყილიტავთ. მე ვაყრით ყინულს, რომელიც აქ მაქვს.
გლომათალვა. გლომატყინული, იმიტომ რომ ცოტა თან განზავდება კიდეს არ იქნება ისეთი ძლიერი ეს კოქტეილი. ხარ გაგმასზე ჩაერუოთ. კოქტეილის მომზადება. კი ბატონო, აი დიმას ავანჯღლებინებ, ხა ძალიან კარგად ანჯღლებს ხოლმე. მოდი ჩვენ სტუმარს მივცეთ, არ გინათ? ეს დიმიტრი ანჯღლებ? არა, მე რა ხელი არ ეტკინოს, ეხა თამაში აქვს ტექნოლოგია. თან ხალათი გასწრებია. ფეხი არ ეტკინოს. ეს დასმაზლებ, ეხა გინდა გადმოვასხა, მოიზა, გაზო, რა ავანტრი. მოდი არჩი. შეცევებული მე ჩვენი. არა, შეცევებული, გახოთა მოცხელა. მე დამსხაცა და ტექნიკურად გავიხარ. ეს ჩართულია ფურა. კარგი, უნდა დავამთავროთ დინამოს წარმატებები უსურვოთ. ხო და თან მინდა უბრალოდ დავამატო ერთი რომ ეს ჟურნალი იქნება უფასო საჩუქარი ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი მიტოვებთ ახლა. გიტოვებთ ამას, მაგრამ ჯერ არავის არ აჩვენო, იმიტომ რომ ორ შაბათს მეტი ვიღაც რა ვაჩვენო, დიმა ყველას ვაჩვენე, არა, არ წაგიკითხია შე. კითხვა არ გადაშლია. არ გადაშლი. ხო და ორ შაბათს იქნება პრეზენტაცია და იქნება უფასოდ გულშემატკივრებისთვის და შემდეგ ნომერზე უკვე მოვიფიქრებთ. წარმატებები დინამოს 16-ში. 16-ში ხო აი 16-ში. კითხვის ნიშნების გარეშე 16-ში. ხო და 16-ში მინდა რომ უთხრათ ყველამ ერთად ყველას რომ მოვიდნენ სტადიონზე და უგულშემატკივრებთ დინამოს და რაღაცნაირად გავერთიანდეთ და ეროვნულ საქმეში, იმიტომ რომ დინამოს ჭირდება. მე რაოდენობა ხალხის სტადიონზე დადის. ნახვამდის მეოთხე ბლოკში დაგველოდეთ კლუბის ფესტივალი და მთელი ამბავი ვერტმელა.